გამოიცანით ვისი სიტყვებია. ისინი ანადგურებენ საკუთარ ქუჩებს, რომ დასავლეთის ლიდერები არ სიამოვნონ. ეს არ არის ხალხის პროტესტი. ეს აგენტურაა, რომელიც პატიოსან მოქალაქეებს ამოეფარა. ეს არეულობა დაგეგმილი და დაფინანსებულია დასავლეთიდან. ალბათ ბევრი თქვენგანი მამუკა მდინარაძეს ან ირაკლი კობახიძეს გაიფიქრებს. ლოგიკურია, რადგან ხელისუფლება ამ სიტყვებს ყოველდღიურად გვიმეორებს. თუმცა ეს სიტყვები აიათოლა ხამენეის ეკუთვნის. მან ეს განცხადებები 3 და 9 იანვარს გააკეთა ირანში მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით. რატომ საუბრობენ ავტოკრატები ერთი და იგივე სიტყვებით თბილისშიც, თეირანშიც და მოსკოვშიც? პასუხი მარტივია. მათ ერთი და იგივე პრობლემა და ერთი და იგივე მიზანი აქვთ. მათ საკუთარი ხალხის ეშინიათ. ამიტომ მათ უნდა წარმოაჩინონ, რომ ხალხი კი არ აჯანყდა, არამედ მათ აგენტურა მართავს. მათ უნდათ პასუხისმგებლობის თავიდან არიდება. თუ პრობლემა დასავლეთშია, ხელისუფლებას არც პრობლემებზე რეაგირება და არც ხალხის მოსმენა არ სჭირდება. ამით ისინი შიშის დათესვას ცდილობენ. როცა მოქალაქეს აგენტს უწოდებ, ამით მის მიმართ ძალადობის ლეგიტიმაციას ახდენ. ეს არ არის მხოლოდ მსგავსი რიტორიკა. ეს არის ავტორიტარიზმის საერთაშორისო ენა. როდესაც ეგრეთ წოდებული ხელისუფლება ირანის დიქტატორის ენით გელაპარაკება, ესე იგი ეს ნიშნავს იმას, რომ მას დემოკრატია არ აინტერესებს. მას აინტერესებს მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნება ნებისმიერ ფასად.